გაგიზიაროთ ჩემი აზრი იმ შეტევაზე, რომელიც უკრაინელებმა განახორციელეს რუსეთის სიღრმეში ავიაბაზებზე. სტრატეგიულ ბომბდამშენთა ავიაბაზაზე, უფრო სწორად რომ ვთქვა. ამ ყველაფრის შემდეგ მოყვა ერთი რამ. რუსულ მედიაში რა ვრცელდებოდა და როგორ ვრცელდებოდა, ეგ ხა ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მე თვალს ვადევნებ რეგულარულად ცენტრალურ არხებს, ანუ ეგრეთ წოდებულ საპროპაგანდო არხებს და ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდე იყო. ისე თქოს ზერელად. და არც ის ჩამონგრეული ხიდები უთქვამთ, კი გააკრიტიკეს, მაგრამ რაღაცა ეს ზომიერად იყო. მაგრამ სამაგიეროდ თქვეს, რომ რუსეთის ფედერაცია საპასუხო მოქმედებებს განახორციელებს, რაც უკრაინის ხელისუფლებას მძიმედ დაუჯდება. მსგავსი განცხადებები არაერთხელ უთქვამთ რუსებს და შემდეგ ხშირ შემთხვევაში შეუსრულებინათ კიდეც. ამჯერად მე უფრო მაინტერესებს კი არა, მე უფრო დამაინტერესა ქართულ მედიაში გავრცელებულმა აზრმა. და ყველაზე მთავარი ის იყო, ჩემ და გასაკვირად სხვათა შორის კვალიფიცირებულმა ექსპერტებმა თქვეს ესეთი რამ, რომ სტამბულში გუშინ როცა ჩატარდა შეხვედრა, ესე თქვეს ჩვენს ქართულ მედიაში საექსპერტო სივრცეში, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ჩემთვის საპატივცემულო ექსპერტებმა, რომ რაღაც ესეთი ნირწამხდარ მოწყენილი კი არა, დადგუნული და ცოტა ისე შეხვდნენ რუსები უკრაინელებს და დასკვნაც რაღაც ესეთი გამოვიდა, რომ თითქოს უკან დახევა ეტყობოდათ რაღაც ამ დაგვარი. ის აღარ გამეკვირდა, რომ სოციალურ ქსელებში ჩემს საახლოშიც კი რომ დავუშვათ ლიბერალური მედიიდან ამობეჭდილი ფოტოები ზელენსკის ფოტოთი და იქ ესე ეწერა. ციტირებას ვერ ვახდენ, მაგრამ თავს ჩარტყმულები და როცა მოკლედ როცა წინააღმდეგობას გაუწევდა, ესე თქვა კვილებში მოარტყავ, შემდეგ უფრო ესეთი მორჩილნი არიან რუსები, რომ ზელენსკის რაღაც ისე ეწერა, რომ საერთოდ თავხედიერი თუ რაღაც ამდაგვარი და მოკლედ იყო ესეთი აჟიოტაჟი, რომ უკრაინამ გადაჭრა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში თამაშის მომენტი და სადავები თავად აიღო. უკრაინაში რაც ხდებოდა გასაგებია, უკრაინის ოპოზიციური ბლოგერები საერთოდ განსხვავებულ რამეს ამბობდნენ, რუსების აზრს გითხარით და აი ქართველების კი გამეკვირდა. მე ხა მოგახსენებთ ჩემას, ბუნებრივია, მე მსახურობდი ჯერ ტექნიკური მხარე და ასე ვთქვათ, ფაქტობრივი მასალა და შემდეგ ჩემ პოლიტიკურ ხედვაში ამოვალებებ, პოლიტიკურ ნაწილს. მე მსახურობდი საავიაციო ნაწილში, ვინც ჩემს ვიდეოს თვალს ადევნებთ, ბევრმა იცით, რომ მსახურობდი საბჭოთა კავშირის ჯარში, ვარ თითქმის 58 წლის, მომიწია მოკლედ, მქონდა გვედნიერება და ვიყავ ზუსტად ავიაციაში. და მინდა გითხრათ, რომ ის დაზიანებული, დაბომბილი Tu-95-ები, რომლებმაც ჯამში შეადგინა თავის დაზიანებულ, განადგურებულებიანად 11 ერთეული იყო სულ ჯამში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ 121 არის. ეს ოფიციალური, თორემ რეალურად რამდენია არ ვიცი, შეიძლება 200-იც არის და 300-იც. 121 სტრატეგიული ბომბდამშენს შეადგენს, ტრიადის ეს ნაწილი და ეს Tu-95-ები ჩვენ გავდიოდით ამ თვითმფრინავის და არა მარტო თვითმფრინავის ზოგადად საავიაციო ტექნიკის შესწავლას
ჩვენ ვიყავით უფრო ვერტფრენებში, მაგრამ ნუ ეს ერთი თემა იყო და მინდა გითხრათ, რომ Tu-95 მე ვამბობ ხა მატერიალურ ტექნიკურ დანაკარგს და რაზეც ააგეს მე მორალური დანაკარგი. Tu-95 არის შექმნილი 52 წელს. წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომი, სამამულო ომი ჩვენთვის დამთავრდა 45-ში და აი 5 წელიწადში შექმნეს, 2 წელი ადაპტაციას გაუკეთეს და 52 წელს შევიდა პროგრამაში, ანუ რეალურად არმიის რიგებში, ექსპლუატაციაში. აი სწორი სიტყვა გამახსენდა. ეს არის ძველი თვითმფრინავი ტურბო ხრახნიანი ძრავებით. თუმცა გამოცდილი ისეთი ძველი ტექნიკა, რომელსაც ექსტრემალური მოპყრობა არ უწევს, იმიტომ რომ რაღაც სიმაღლეზე აფრინავს, ფრინდება, ეს არის 10-დან 12000 კილომეტრი სიმაღლე. კრეისერული სიჩქარე აქვს 800 კილომეტრამდე, ანუ შორს არის სადღაც ზებგერით სიჩქარებამდე, მიდის რაღაც გარკვეულ დონემდე და შემდეგ ამფრთიან რაკეტებს, რომელიც არის ძირითადად, დანიშნულება ესეთია, რომელიც არის ძირითადად ატომური ქობინებით აღჭურვილი, უკვე რაღაცა დისტანციიდან უშვებს, ანუ თვითონ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს. ეხლა რამდენად დაზარალდა სტრატეგიული ავიაცია რუსეთის ფედერაციის, რასაც ჩვენ მედიაში ამბობენ, რომ მედიაში არა, ჩვენს ქართულ სივრცეში. ცოტა შორის ექსპერტებმაც თქვეს რაღაც ესეთი რა. რომ მოკლედ სერიოზული დარტყმა მიადგა რუსულ ავიაციას და რამის დამთავრებული ამბავია და არ იქა ეხლა ყველამ ვიხელთოთ და რაღაცა გავაკეთოთ. Tu-95 იყო ამ დაზიანებულებში 10 ერთეული, ერთი იყო უფრო მცირე ასევე ტურბოხრახნიანი მცირე მოდელი, რომელიც არ შედიოდა არანაირ სტრატეგიულ ტრიადის ნაწილში, უბრალოდ იქვე იდგა. ეს მე მგონი მურმანსკის ავიაბაზას ეხებოდა და თუ თქვენ ნახეთ, რიგ თვითმფრინავებზე ამორტიზირებული საბურავებიც კი ეწყო ფრთებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თვითმფრინავები ექსპლუატაციაში არ იყო. ეს კიდე ერთი ნიშანი. და ეხლა ვთქვათ, რომ რამდენად დიდი ზიანი მიადგა რუსულ სტრატეგიულ ავიაციას. მე ირონიით იმიტომ ლაპარაკობ, იმიტომ კი არა, რომ რუსებს რო ნაკლები ზიანი მიადგათ, ეგ გამიხარდა. არა, აქვე უნდა დააფიქსირო, რომ რუსები არიან ოკუპანტები, სოხუმი და ცხინვალი ერთმნიშვნელოვნად და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ირონია არ არის, ეს არის გაკვირვება, რომ რამდენად ინფანტილური მიდგომა არის ამ ყველაფრის მიმართ. მოკლედ ინტერნეტიდან 10 Tu-95 იყო. ამ Tu-95-დან რამდენიმეზე უკრაინული ვიდეოების მასალებიდან ჩანდა, რომ საბურავები ელაგა ფრთებზე. მოგეხსენებათ ახლა მოქმედ ტექნიკას საბურავები ფრთებზე რაში უნდა დაჭირდეთ. და საბოლოო ჯამში, როგორც თქვი, ძიმე ტექნიკიდან განადგურდა 10. როგორც ვიცით, 120 თუ 121 თვითმფრინავი, ეს ოფიციალური მონაცემები და ძირითად დარტყმას და ძირითად გაფრენებს ახორციელებს Tu-22. Tu-22 არის უკვე 65 წელს შექმნილი, ეს არის ზებგერითი თვითმფრინავი, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მოდერნიზდება და 2 წლის წინ თავად პრეზიდენტ პუტინმაც კი იფრინა თვითმფრინავზე, ეს არის მოდელი Tu-22M მოდიფიცირებული, ანუ განსხვავებული ძრავით, განსხვავებული ოპტიკით, განსხვავებული აღჭურვილობით, ნავიგაციით, მოკლედ ყველაფერი აქვს ახალი. გარეგნულად, წააგავს Tu-22-ს. ამ Tu-22M-ს უკვე ეძახიან belly iced, თეთრი წერო. და როცა ფრინდება, მართლაც წააგავს ქვემოთ და რო შეხედოთ, შორს სიმაღლეზე წააგავს მართლაც წეროს. აი ამ თვითმფრინავის უკვე ტექნიკური მახასიათებლები უკვე სერიოზულია, იმიტომ რომ 1800 კილომეტრიდან 3200 კილომეტრამდე აქვს ფრენის რეჟიმი, სიჩქარეს გულისხმობ. ეს არის
ეს არის 1.4 მახიდან 2.1 მახამდე. მახი არ გიგონოთ, რომ ახლა მე რუსულად გესაუბრებით, ინგლისურადაც მახ არის, ანუ ესე იგი ორჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს. ანუ 1 მახი არის 1 უკვე ხმის სიჩქარე და შემდეგ ყოველი წერტილის მერე მიათედებით ითვლება და ნუ თუ 2 შესაბამისად 2 მახი და ასე შემდეგ. ნუ მარტივად ესეა. მოკლედ ეს არის მართლა ზებგერითი, შეუძლია თითქმის 1 მახიდან 2 მახამდე ფრენა. შესაბამისად სტრატეგიული სიმაღლეც ბევრად მეტი აქვს. 15,000 მეტრამდე აქვს, ანუ 15 კილომეტრამდე. და ნუ ბევრად მობილურია, ბევრად სწრაფია და ასე შემდეგ. აი ზუსტად Tu-22-ები არის ძირითადი დამტყმელი ძალა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის. ეს ტექნიკური მხარე. ეხლა პოლიტიკური მხარე. იქ ამბობდნენ, რომ სტამბოლში მედინსკი იყო, მოდი ასე ვთქვათ, ბევრმა იხმარა სიტყვა, რომ ჩასროლილი რაღაც დავდომილი და რაღაც ასე შემდეგ. მედინსკი იყო ჩვეულებრივად კვეთრად, გამართული, წყობრად საუბრობდა და ესე ვთქვათ, საკმაოდ კარგი ჯოკერი ამოიღო ბოლოს, მოლაპარაკებების შემდეგ როგორც ჩანს, რომელიც ჟურნალისტებთან გააჟღერა და ეს იყო ის, რომ 20,000 ბავშვის სია საბოლოო ჯამში თურმე არის 326 ბავშვია, რომელიც სახელობით და გვარებით არის ჩამოთვლილი. უკრაინელებს გადაეცა ეს სია, წარმოიდგინეთ 20,000-დან. გადაეცა ეს სია და უთხრეს, რომ ისინი არიან კარგად, ანუ შეუძლიათ ნახონ როგორ და ასე შემდეგ და უთხრეს კონკრეტული ბავშვის მშობელი როგორც კი გამოჩნდება, ჩვენ ამ ბავშვს გადავცემთ კონკრეტულ მშობელს. იმიტომ რომ ეს ბავშვები იყო ესე ეგრეთ წოდებული რუხი ზონიდან გაყვანილი, ეს რას ნიშნავს რუხი ზონა, როცა ორი მოპაეკრე მხარე ომობს და არის ზონა, სადაც არც ერთი შედის, არც მეორე. აქ როგორც წესი არის მშვიდობიანი მოსახლეობა, როცა საქალაქო ომებია, ანუ დასახლებულ პუნქტებში. ზუსტად აი ნანგრევებში და დანგრეულებში იქ შეიძლება და რუსი ბავშვიც ყოფილიყო და ყოფილიყო უკრაინელი ბავშვი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 326 არის უკრაინის უკრაინის მოქალაქეების შვილები, რომლებიც ბუნებრივია იდენტიფიცირებულები არიან, იციან სახელები და გვარები და ბუნებრივი აქვთ სია. და მედინსკიმ ისეთი ფორმულირები და აფრიალა ეს სამი გვერდი და თქვა, რომ ეს საბუთია, რაზეც უსინდისოდ ეს სიტყვა იხმარა რუსულად, აპელირებდა უკრაინული მხარე და აი ფაქტი და ჩვენ მზად ვართ. არანაირი 20,000 ბავშვი არ არის, არის 326 ბავშვი და ამ ბავშვებსაც გადავცემთ ასევე. ყველას, ვინც ამ ბავშვზე იქნება უფლება მოვალე. ასევე საკმაოდ ჰუმანიტარული ნაბიჯი გააკეთეს, 2-3 დღიანი პაუზა ავიღოთ, რომ უკვე ზაფხული მოვიდა და დაღუპულთა გვამების გახსნა იწყება და შეიძლება სანიტარული აფეთქების მომენტი იყოსო და შევთანხმდეთ რაღაცა პერიოდში 2-3 დღიანი პაუზა, რომ ჩვენი გვამები გამოვიტანოთ საბრძოლო ველიდან. ნუ ესე იქცევიან და ალბათ ნორმაა, იმიტომ რომ მარტო რუსები კი არ ხეირობენ, უკრაინელებიც გაიყვანენ თავისას და ამას დაამატა, რომ მათ გააჩნიათ თურმე 6,000 გაყინული გვამი, რომლის 2/3 არის იდენტიფიცირებულები და უთხრეს, რომ შეგიძლიათ წაიღოთ და ნუ გააპატიოსნოთ და იმ წესით დაგძალოთ, როგორც იმსახურებენ ქრისტიანები. ნუ აქ ლაპარაკი არის უკრაინელებს, თორე იქ ბევრი ალბათ მოხალისეც არის და შეიძლება საერთოდ სხვა ეროვნების, სხვა რჯულის ადამიანი იყოს, მაგრამ ნუ ძირითადად უკრაინელებზეა ლაპარაკი. მოკლედ, ასეთი ამბავი იყო და აქ ამბობდნენ კიდევ ამ ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რომ რუსები
იძულებულები იყვნენ, რომ იცით როგორ, ესე იგი, რუსების სისუსტე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამდაგვარი შეტევის მერე მაინც მოუწიათ თურქეთში ჩასვლა და ეს იყო რაღაცა სიურპრიზი, იმიტომ რომ ეს მოხდა წინაღამე და ნუ უკვე რამის ისინი რუსები გზაში იყვნენ. მე მაგ ესეთი შეგრძნება კი არა, მე ასე ვიცი, რომ რასაც მე პოსტრაც გავიგე, ეჭვი მქონდა, მაგრამ მე იმიტომ ორი დღეა ვაკვირდები. ეს დანაკარგი, ტექნიკური დანაკარგი, მათთვის დანაკარგი არ არის. როგორ არ არის დანაკარგი, არის უტრირებ, მაგრამ ეს დანაკარგი არ არის, ეს გულისთვისაც ახლა მაგიდან უნდა აყირაო და კიდე თელსოფლიოს სალაპარაკო მისცე, რომ აი ჩვენი კარ ჩავედი და ასე შემდეგ. თუმცა ალბათ ამის ეს იყო ძირითადი მიზანი. არა, ნუ რუსები ჩავიდნენ ილაპარაკეს, მე დისკინ გააკეთე, ესაც უნდა გააკეთე, ბავშვების თემას გითხარით და მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსებმა ეს პროცედურა ჩაატარეს ისე, ვითომც იქ არაფერი არ მომხდარა. და უკრაინელები დაჩნენ მშრალი პიარის საფუძველს. და შეგახსენებთ ერთ რამეს, რუსებს ჩვევიათ სისხლში აქვთ მსგავსი რამე, რომ როცა დაგეგმილი აქვთ რამ ჩასატარებლად ან გადასაწყვეტად, იმას არ ცვლიან არავითარ შემთხვევაში. ეს არის ვლადიმერ პუტინის იდეური ფსიქოტიპი და ამ ვერტიკალს მიყვება მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს ძირითადი ეცეთი აპარატი. და შეგახსენებთ ერთ მომენტს, როცა კურსკში შეიჭნენ უკრაინელები საკმაოდ წარმატებით, მაგრა დააზარალეს, ტყვები აიყვანეს უამრავი, საკმაოდ ღრმად შეიჭნენ. ატომურ სადგურამდეც იყვნენ, იქ სუჯის გაზგამანაწელებელიც კი დაიკავეს, მოკლედ ისეთი სუყე შეტევა იყო, საკმაოდ ორგანიზებული და დიდი დარტყმა მიაყენეს რუსებს. და ყველას ეგონა მეც მათ შორის, იმიტომ რომ ეხა სამხედრო ექსპერტი ნამდვილად არ ვარ და ეხა ხორმოყრით მაკლაპარა გაგონილი და ისე რაღაც ჯარში ასწავლებებს გავდიოდი და სულ ეგ არის მთელი ჩემი ცოდნა, მაგრამ ყველას გვეგონა, რომ არიქა ეხლა ძირითადი ფრონტიდან ნელა-ნელა გადაანაწილებდნენ, რომ კურსკიდან ეს გაედო. და რა გააკეთა პუტინმა? ძირითად ბრძოლის ხაზი გააძლიერა და კურსკიდან საკუთარი მოსახლეობა, ვინც კი ცოცხალი იყო, მე ამის შემსწრე ვიყავ, იმიტომ რომ გითხარით რომ რუსულ ტელევიზიას უყურებ, ავტობუსებით, ვინც ცოცხლები იყვნენ, ძალით, ვისაც არ უნდოდა საკუთარი სახლის დატოვება, გაიყვანეს მოსახლეობა. იმიტომ რომ რუსეთს აქვს ეს პლუსი, რომელსაც ბოლო 600 წლის მანძილზე მუდამ იყენებს, ეს არის სტრატეგიული სიღრმის ფუფუნება. ადგნენ და კურსკის დარჩენილი მოსახლეობა, ვინც არ დაიღუპა იმ შეჭრის დროს, თვითონ თავადვე გაიყვანეს სიღრმეში. და უკრაინელებს მიცეს იმდენის შესვლის საშუალება, სადამდეც ეყო ტყვია წამალი. ნუ ბუნებრივია ხა, სადამდე იuliდნენ, ხო? კარგა გვარიანად იყვნენ შეჭრილები და ნუ გაჩერდნენ ბოლო-ბოლო იქ. რაც მიზანი ჰქონდათ კურსკის ატომური სადგურის გვერდზე დაბანაკდნენ, სუჯას გაზგამანაწილებელი სადგურის დაიკავეს და ნუ მიზანი მიღწეულია. მაგრამ მიზანი ეს არ იყო, მიზანი იყო ის, რომ რუსებს მოეხსნათ ძირითადი ფრონტიდან სამხედრო ნაწილები და კურსკში უნდა გაჩაღებულიყო ბრძოლა და ნუ გაედონოთ და სამაგეროდ იქ გამოთავისუფლებოდ. მაგრამ ამას არ გააკეთებდა. იმიტომ რომ რუსეთს არაერთხელ შეუწირავ საკუთარი მოსახლეობა. საკუთარი ტერიტორიებიც. ზუსტად სტრატეგიული სიღრმის საფუძველზე. ამჯერადაც მსგავსი რამ გააკეთეს. მათ ჭირდებოდათ სტამბოლის მოლაპარაკება იმის გულისთვის, რომ მეძინსკის ეს ორი რამ ეთქვა. გვამების გასვლა და 326 ბავშვი. და ამას ვერ შეცვლიდა ვერაფერი და ვერც ეს ტერაქტს ეძახიან, არანაირი ტერაქტია, საბრძოლო მოქმედებაა და ნუ შეტევა მიიტანეს და დაუნგრიეს თვითმფრინავები. რომელსაც ნუ პრინციპში საბოლოო რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მიხვდებით, რომ დიდი გადაწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ მაინც სხვა თვითმფრინავებიდან იბომბება უკრაინის ტერიტორია.
ესე ბარემ ამასაც გეტყვით, რომ ეს არის სულ 34, რომელსაც ეძახიან უტკანოს, ანუ აშენ მართლაც ალფაში რო შეხედავთ, იხვის ცხვირი გავს, 2 ადგილიანი ბორტია და მას იგივე წარმატებით გადააქვს მძიმე რაკეტები და ფრთოსანი ბომბები, ფაბებს ასაც ეძახიან და თავისუფლად ცვლის აი ამ დიდ და რაღაც ტლანკ მოუქნელ სამხედრო მანქანებს, ანუ თვითმფრინავს ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თუ დაჭირდებათ რუსებს მიიტანონ შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე, მშვენივრად ახერხებენ სულ 34-ით. ხო და ეხლა პოლიტიკურიც თქვი და ტექნიკური ნაწილიც. როგორც ყოველთვის ეხლა საქართველოს აქედან რა ერთადერთი ის დასკვნა, რომ სტამბოლის კეისი არის ყველაზე ხელსაყრელი კეისი რუსებისთვის. იმიტომ, რომ ყოველი შეხვედრა უნდა მოხდეს შეხვედრისთვის და არა გადაწყვეტილებებისთვის. და ეს შეხვედრები კარგად ჯდება საერთო კონცეფციაში, ანუ შვიდობის კენ სვლაში. ამითი გარკვეულწილად თავის კოლეგებს, თავის პარტნიორებს, მე გულისხმობ ჩინეთს, ინდოეთს და ასე შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას, არამედ ჩრდილოეთ კორეა მაინც უპირობო პარტნიორი არის და ზურგის გამაგრებელი რუსეთთვის. მე გულისხმობ ჩინეთს, ვიეტნამს, ინდოეთს და აფრიკის ქვეყნებს. რომ ანუ სახელმწიფო რუსეთი არის მოლაპარაკების ტრეკზე, მაგრამ პარალელურად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ასევე აქ სალაპარაკო თემა ამერიკის ადმინისტრაციის და რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებს არ გაურბის, მაგრამ აკეთებს კიდევ ერთხელ მოგავმე იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ მოლაპარაკების ტრეკზე ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ელოდება ტრამპის ინიციატივებს და ტრამპი კიდე ინიციატივებს ვერ გამოდის. იმიტომ ვერ გამოდის, რომ როგორც რუსებს აქვს წითელი ხაზები, ასევე აქვს უკრაინელებს წითელი ხაზები. ზელენსკი არავითარ შემთხვევაში დამარცხებაზე ხელს არ მოაწერს და იმ 4 ტერიტორიის დათმობაზე და არც ყირიმზე ბუნებრივია და რუსეთის წითელი ხაზი ის არის, რომ უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი. ამას დაემატება დრო და დრო ის საბუფერო ზონა, ალბათ იცით უკვე, რომ საკმაოდ დიდი საბუფერო ზონა რამის მთელი დნეპრის გაყოლებაზე და მეხუთე იქნება ალბათ დრო და დრო, რაც უფრო მადაზე მოვლენ, იმიტომ რომ ფრონტზე მათ აქვთ ოპერატესობა, ეს არის უკვე ოდესის მიმართულება. აქედან გამომდინარე, რუსეთის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, აი ძველი გამონათქვამი, რომ ძაღლიყებს და კარავანი მიდიოდა. გარშემო ყველა ყებს, ყველა რაღაცას თავისას გამოთქვას და ეს რუსული მანქანა კიდე ამოქოქილია და ნელა, მაგრამ სტაბილურად წინ მიიწევს. საქართველოს რა? საქართველოს ის, რომ როგორც იტყვიან, მკვეთრი მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავონ. იმიტომ რომ არანაირი მოქმედების ფანჯარა არ გახსნილა ამით. დავერთმან უკრას, რომ ვინმე მთავრობაში შეეპაროს, ან ესეთი მოუვიდეს აზრი, რომ აი რაღაც ფანჯარა გამოჩნდა რა და რუსებს თვითმფრინავები არ აყოთ. ან კიდევ უარესი, რომ რუსები გადატეხეს და ეხლა უკვე დასავლეთი საბოლოო ჯამში დაშლის, რუსეთს ჯერ დააჩეკებს და მერე დაშლის და ჩვენ რაღაც ფანჯარა გამოგვიშდა, იქნებ ჩვენც ვიაქტიუროთ, რომ მერე. არა, ესე არ იქნება. და როგორც გითხარით, ეხლა აღარ გავიმეორებ, ძაღლი ყებს და კარავანი მიდიოდა. და არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ეგეთი თავქარიანები, რომ ეხლა რაღაცა მკვეთრი ნაბიჯებზე მიდგეს საქმე. ღმერთმა მოკნას. დანარჩენი კიდე კლავ
დრო გვაჩვენებს. აქვე დავძენ, რომ დონალდ ტრამპს სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით. არ მოველოდი თუ ესე მალე დაუდგებოდა ეს პრობლემები, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და შემდეგ ვიდეოს უკვე დონალდ ტრამპის სიტუაციასთან დაკავშირებით, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა ვითარებაზე ჩავწერ ვიდეოს და წარმოგიდგეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეს გსურთ ჩემს YouTube გვერდის გამოწერა, ან მოხვედრა, მარტივად საძიებოში ჩაწერეთ ჩემი სახელი და გვარი ნიკოლა ზონიკაძე, ვარ მხოლობით რიცხვში, მოხვდებით ჩემს გვერდზე და შემდეგ უკვე დაალაიქებთ კიდეც იმ ვიდეოს, რომელიც მოგეწონება და შესაბამისად გამოიწერთ ახს subscribe-ის ღილაკის მეშვეობით. დიდი მადლობა.